ბოლო რამდენიმე წელია ეს კურსი უკვე ღიად არის შებრუნებული რუსეთისკენ, ირანისკენ და ჩინეთისკენ. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ჩინეთთან და აღმოსავლეთის ქვეყნებთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობების, პოლიტიკური ურთიერთობების, ოღონდ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ აქ საუბარი არის პირდაპირ შეტრიალებაზე, დასავლეთის ჩანაცვლებაზე ჩინეთით, ირანით და რუსეთით. არაფერი საწინააღმდეგო არ მექნებოდა ჩინური ენის სწავლების საქართველოს ბავშვებისთვის ჩვენ სკოლებში, მაგრამ როდესაც ეს ხდება დემონსტრაციულად დასავლეთთან, აი ამ სკანდალური წაკიდების ფონზე, ესეც წარმოადგენს პოლიტიკურ მესიჯს, გზავნილს და არჩევანის გამოხატულებას. ანუ დღეს საქართველოს საზოგადოება განსაკუთრებით მის ახალგაზრდობას პირდაპირ ემუქრება ის, რომ ჩვენ გვერთმევა მათ პირველ რიგში ერთმევად ჩვენი ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული და დასავლეთთან დაკავშირებული მომავალი.